მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. დღეს უკვე გადავდივართ როგორც იქნა JavaScript-ზე, ანუ უკვე ნამდვილ პროგრამირების ენაზე. ნამდვილი რატო? იდეაში ჩვენ უკვე გავიარეთ HTML და CSS-ი, რომლებშიც რაღაც ენა ფიგურირებდა, რაღაც markup language-ები იყვნენ. HTML-ს ვიყენებდით სტრუქტურის გასაწერად, CSS ვიყენებდით სტილებისთვის, ვიზუალიზაციისთვის. თუმცა არც ერთი არ იყო ნამდვილი პროგრამირების ენა. იმიტომ რომ მათში არ ერია რაღაცა ლოგიკის ნაწილი. და JavaScript-ი უკვე არის პროგრამირების ენა. მაგრამ სამ გადავალთ უკვე ამ JavaScript-ის თემებზე, მოდი ჯერ გავიაზროთ და კარგად ჩავღრმავდეთ თუ რა არის პროგრამირება. პროგრამირება სიმძლეში არის პროცესი, როდესაც გვაქვს რაღაცა პრობლემა და ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ. და ამ პრობლემის გადაჭრამდე რა გზაც არის გასავლელი, ამას ვქვია პროგრამირება. ერთი ზოგადი დანიშნულება გვაქვს, რაღაც პრობლემა უნდა გადავჭრათ და პროგრამირებაში ვგულისხმობთ იმ ინსტრუქციების გაწერას, რომელსაც ვაძლევთ კომპიუტერს და კომპიუტერი ამ ინსტრუქციების განხორციელებით ჭრის იმ სამიზნე პრობლემას. ეგაა პროგრამირება, მოკლედ რა ვთქვათ, რომ უბრალოდ პრობლემა უნდა გადავჭრათ. და ვინ არის პროგრამისტი? შესაბამისად პროგრამისტი არის ის ადამიანი, ვინც აი ამ პრობლემას ჭრის, რაღაც ინსტრუქციებს წერს და ასე შემდეგ. თუმცა თავისი მიდგომაც აქვს ამ პროგრამირებას, პროგრამის გადაჭრას, პრობლემის გადაჭრას, რომ უნდა დავუყოთ ნაწილ-ნაწილ პრობლემა, ნელ-ნელა გადავჭრა საერთოდ და საბოლოო ჯამში ის საერთო პრობლემას, დიდი პრობლემას გადაიჭრება. მაგასაც პრაქტიკაში გავუვით, რა თქმა უნდა, როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები. და ეხლა რა არის პროგრამირების ენა? ჩვენ როგორც გვაქვს ენები, მაგალითად ქართული, ინგლისური, გერმანული, ესპანური და ასე შემდეგ. ასე პროგრამირებაში არის ენები. პროგრამირების ენა არის რაღაცა წესების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია რომ დავწეროთ პროგრამა. ანუ ეხლა რო JavaScript-ს ვისწავლით, JavaScript-ს აქვს რაღაცა წესები, თავის სინტაქსის წესები, როგორც გრამატიკა გვაქვს ქართულში, რომ სიტყვაზე წინების ბოლოს წერტილი იწერება, რო ჩერდებით მძიმეს წერტ, ან ჩამოთვლისას ორ წერტილი და ასე შემდეგ. JavaScript-ს აქვს თავისი გრამატიკის და სინტაქსის წესები. და პროგრამირების ენა ზოგადად არის ის ენა, როგორც JavaScript-ი, რომელიც რაღაცა კონკრეტულ დომეინში გამოიყენება. დომეინი იგივე რაღაც სფეროში გამოიყენება. ბევრი პროგრამირების ენა არსებობს JavaScript-ის გარდა, იქნება ეს Python-ი, C#, C++, Ruby და ასე შემდეგ. თუმცა ყველა პროგრამირების ენას აქვს რაღაც დანებითი მხარე. მაგალითისთვის, თქვენ თუ გინდათ რომ ისწავლოთ AI ინჟინერია ან data analytica, JavaScript-ი კარგი იდეა არა, უნდა ისწავლოთ თქვენ Python-ი. თქვენ თუ გინდათ რომ ისწავლოთ front-end development-ი, თქვენ აუცილებლად JavaScript უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ სხვა ანალოგი არ მოიძებნება. მაგრამ თქვენ თუ გინდათ რომ back-end development-ი ისწავლოთ მარტო, მაგისთვის ძალიან ბევრი ალტერნატივაა. JavaScript-ი არის, C#, Python-ი და ასე შემდეგ. თუმცა JavaScript ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, რომელზეც ახლა უკვე რამდენიმე წუთში ვისაუბრებ. და რა არის JavaScript-ი? JavaScript-ი არის ზუსტად ის ენა, რომელიც გამოიყენება front-end development-ისთვის და არა მარტო front-end development-ისთვის. JavaScript-ი მოიცავს ძალიან ბევრ სფეროს. ანუ თუ ჩვენ JavaScript-ი ვიცით, შეგვიძლია ბევრ სფეროში ლავირება. მაგალითისთვის, აი front-end-ი. Front-end შეგვიძლია გავაწყოთ web აპლიკაციები ბრაუზერში. და შეგვიძლია გამოვიყენოთ JavaScript-ზე დაშენებული ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა არის იგივე, რაც ჩათვალოთ ხელსაწყობის ნაკრები არის, რომელიც გვეხმარება რომ კონკრეტული პრობლემა გადავჭრათ უფრო მალე, უფრო ნაკლები კოდის წერის ხარჯზე. მაგალითისთვის ყველაზე პოპულარული front-end-ის ბიბლიოთეკები არიან React, Angular, Vue, Svelte და ასე შემდეგ. ამას ამ კურსში არ გავდივართ, basic-ები არის, მაგრამ ამათი სწავლა მაინც მოგიწევთ რომელიმე ერთის. ასევე გამოიყენება back-end-ში, ეს front-end-ის და back-end-ის განსხვავება ხო ახსენით უკვე რამდენიმე ლექციის წინ. Back-end შეგვიძლია დავწეროთ web აპლიკაციების სერვერზე. რისთვისაც ვიყენებთ Node.js.
ეს Node.js-იც არის დაწერილი JS-ზე, JavaScript-ზე. Node.js არის რაღაცა გარემო, სადაც შეგვიძლია რომ გავუშვათ კოდი. JavaScript-ის კოდი ხო ორგან შეიძლება რომ გავუშვათ ბრაუზერში ერთი და მეორე Node-ში. და ზუსტად აქ შეგვიძლია რომ JavaScript-ის გამოყენებით დავწეროთ backend-ის კოდი. ანუ ის ლოგიკა, რომელიც ხდება სერვერზე, ინფორმაციები რომ უნდა მივიღოთ, გადახდის სისტემები, user-ების რეგისტრაცია და ასე შემდეგ. ასე შეგვიძლია JavaScript-ი mobile-შიც გამოვიყენოთ, mobile აპლიკაციებისთვის, რომლითაც არის ორი ბიბლიოთეკა, ყველა ცნობილი React Native და Ionic. უფრო ცნობილი React Native და ძალიან პოპულარულიც. React Native-ში ასევე შეგვიძლია JavaScript-ი გამოვიყენოთ. და სხვა შორის ვინც React-ის სწავლით, React-ი აქედან front-end-ისთვის ბიბლიოთეკები და ყველაზე პოპულარული არის. ვინც React-ს ისწავლით, მე შეგიძლიათ ისწავლოთ React Native, იმიტომ რომ ძალიან მარტივია გადასვლა და front-ზე შეგიძლიათ იმუშაოთ და mobile-ზეც. მე პირადად ეგრე ვარ, რომ front-ზეც მუშაობ და mobile-ზეც. და ასე შეგვიძლია desktop აპლიკაციების ავაწყოთ. ასევე აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ JavaScript-ი, აი ეს მგონი ელექტრონი არის ეს, ელექტრონის ლოგო თუ სწორად მახსოვს. ანუ იმის თქმა მინდა რომ JavaScript-ს თუ ისწავლით, შეგიძლიათ რომ ძალიან ბევრ სფეროში იყოთ რა. ოკეი. სად და როგორ წეროთ კოდი? კოდის წერა ძალიან ბევრ ადგილას შეგვიძლია JavaScript-ის შემთხვევაში. ყველაზე მარტივი არის online კომპილატორები, მე მაგალითად ერთ-ერთი არის Playcode. კიდე შეგვიძლია გამოვიყენოთ Programize და ასე შემდეგ. და ასევე ჩვენ კოდი შეგვიძლია ვწეროთ Visual Studio Code-ში, თვითონ ეგრევე. ჩვენ Visual Studio Code-ს გამოვიყენებთ, იმიტომ რომ მისი მოხმარება უკვე ვიცით და ჩაწერილიც გვაქვს. უბრალოდ დაგვჭირდება დამატებით Node.js-ის ჩაწერა. აქამდე თუ ჩვენი კოდი, ჩვენი რაღაც HTML CSS-ში ეშვებოდა ბრაუზერში, დღეს ჩვენს პროგრამას ბრაუზერში არ გავუშვებთ. გავუშვებთ Node-ის გარემოში. ამიტომ გვჭირდება Node.js-ის ჩაწერა. აქ ლინკიც ამოცემული და თუ გინდათ ახლა chat-ში ჩაგიგდებთ. საერთოდ შეგიძლიათ რომ ჩაიწეროთ Mac-ისთვისაც, Windows-ისთვისაც და რა machine-ზეც ხართ, იმისთვის ჩაიწერეთ. ვისაც არ გაქვთ ჩაწერილი, რა თქმა უნდა. მე უკვე ჩაწერილი მაქვს. ამიტომ მეორე აღარ ჩავიწერ. უბრალოდ ძალიან მარტივი არის საინსტალაციო ნაწილი, უბრალოდ ყველაფერზე next მისცემთ და ეგ იქნება. და შეიძლება აი დარესტარტება მგონი არ ჭირდება მაგას უკვე მერე. კომპიუტერის ზუსტად არ მახსოვს. და შემდეგ შეგვიძლია Visual Studio Code-ში პროგრამის დაწერა. მოდი ფარემ გავხსნი. Desktop-ზე გავაკეთებ ახლა საქაღალდეს. მოდი კურსორს გავხსნი, default-ად მაინც ეგ იხსნება. ოკეი, მშვენიერი. და აქ შეგვიძლია უკვე გავხსნათ ტერმინალი. ტერმინალი აქამდე მგონი არ დაგვჭირებია. და აი აქ ვწერთ კომანდებს. აქ იწერება კომანდები, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ შემთხვევაში პროგრამის გასაშვებად. ისე დანარჩენი ნაწილი იგივე არის, რომ აქ ფაილს ვქნით, მე კოდს წერთ JavaScript-ის და უშვებთ პროგრამას. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ახლა უკვე დავიწყოთ თვითონ JavaScript-ზე საუბარი. პირველი მინდა ვისაუბრო მნიშვნელობებზე, value-ზე. იმიტომ რომ JavaScript-ის წერისას და ნებისმიერ ენაზე მუშაობისას ვიყენებთ რაღაცა მნიშვნელობებს. მნიშვნელობები არიან იგივე რაც ინფორმაციის ერთეულები, რომელიც ინახება ჩვენს კომპიუტერში. და არის ძალიან რამდენიმე სახის მნიშვნელობები. მაგალითად, ადამიანებისთვის ხო გვაქვს რაღაც სიტყვაზე რიცხვითი მნიშვნელობები, რომელიც არის რიცხვები. გვაქვს ტექსტური მნიშვნელობები, რომელიც აი მაგალითად მე რო ვსაუბრობ, მე გადმოვცემ ტექსტურ მნიშვნელობებს. და მე ამას თქვენ იმახსოვრებთ. მე რო რაღაც დავწერო მათემატიკური განტოლება და რიცხვი გამოვიყენებ რიცხვით მნიშვნელობებს. და ამ კომპიუტერში მე რაღაცა JavaScript-ზე მუშაობისას ამ მნიშვნელობებსთან ერთად მუშაობთ, მათ ვინახავთ, ვიყენებთ, ვამუშავებთ და ასე შემდეგ.
დღეისთვის მინდა რომ 3 ნიშნულობა გიხსნათ. უბრალოდ 2 აგიხსნათ და 1 ვახსენო და მე ახსნი მეორე ლექციაზე. ესენი არიან ტექსტური ტიპის ნიშნულობები, რიცხვები და ბულიანი. ტექსტური ტიპი ყველაზე მარტივია. ტექსტური ტიპის ნიშნულობებს JavaScript-ში უწოდებთ string-ებს. მაგალითისთვის, string შეიძლება იყოს კეთილი იყოს თქვენი ფეხი ალბომში. და თუ დააკვირდით, ეს მიწერია ორმაგ ბრჭყალებში და ამაზეც გეტყვით, ტექსტები იწერება JavaScript-ში ყოველთვის ორმაგი ბრჭყალებით. ასევე გვაქვს რიცხვის ტიპის ნიშნულობები, ანუ ნამბერები. ანუ ეს ტიპები არის. ყველა ნიშნულობას აქვს თავისი ტიპი JavaScript-ში. string-ი ტიპია, ნამბერის ტიპია, ბულიანის ტიპია. და ეს რიცხვები შეგვიძლია გქონდეს ნებისმიერი სახის. დადებითი როგორც 5, უარყოფითი როგორც -5, 10 წილადები და ასევე შეგვიძლია გქონდეს ისეთი რიცხვი, რომელშიც გამოყენებულია ილერის რიცხვი. ის E8 ნიშნავს 10 მერვე ხარისხად. E9 ნიშნავს 10 მეცხრე ხარისხად. ეს არა აუცილებელი რომ იცოდეთ, მაგრამ ეგეთ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ასევე გვაქვს JavaScript-ში არითმეტიკული ოპერატორები, რომელიც ყველა მიცით დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მათემატიკაში, basic მათემატიკაში ყველას გვჭირდება. ეს არის მიმატების ოპერატორი შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი 5 + 10 არის მაგალითად 15. შეგვიძლია გამოკლება გამოვიყენოთ, გამრავლება, გაყოფა და მოდულოს ოპერატორი. remainder ოპერატორიც ქვია ამას. პროცენტით ჩაიწერება, ამას ნაშთის ოპერატორს უწოდებთ ხოლმე და რა შვება, ნახეთ. მაგალითად მე რო 10 გავყო 3-ზე ნაშთით, ასე ვკითხულობ. ნაშთი იქნება 1 სტოლი. ანუ ეს ყოფს რიცხვებს და ვაბრუნებს ნაშთს უბრალოდ. ანუ 4 ოპერატორი რაც ვიცით უკვე არის მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და ერთი იმატება remainder მოდულოს ოპერატორი. remainder ნაშთს ნიშნავს ინგლისურად. თუ გინდათ ნაშთის ოპერატორი უწოდეთ. და უბრალოდ რიცხვებს ყოფს და გვიბრუნებს ნაშთს. ეხლა მინდა გადავიდე გამოსახულებებზე. რა არის გამოსახულება JavaScript-ში? JavaScript-ში გამოსახულება არის ასე ვთქვათ, რაღაც მოცემულობა, რომელიც აბრუნებს საბოლოო ჯამში მნიშვნელობას. აქ შემიძლია განტოლება დავარქვა. მაგრამ ზოგადად გამოსახულება არის მოცემულობა, რაღაც ჩანაწერი, რომელიც საბოლოო ჯამში აბრუნებს მნიშვნელობას. მაგალითისთვის, ავიღოთ 10-იანი. უბრალოდ 10-იანი რომ წერია, ეს გამოსახულებაა. 10 + 15. ეს რომ ავიღო, ეს გამოსახულება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო პასუხს დავიმბრუნებ და მე. აი, პროგრამაში ისე დავწერო ახლა. ხეთ, მოდი შევქმნი ახლა მე JavaScript-ის ფაილს. აქ დავაწვევი ახალი ფაილის შექმნას და აქ ჩავწერ app.index.js. .js არის გაფართოება JavaScript-ის ფაილებისთვის. ინდექსი არის უბრალოდ ჩვენი ახალი ფაილის სახელი, მეტი არაფერი. ოკეი. და აქ მოდი დავწეროთ უბრალოდ 10-იანი. 10 ვითომ არაფერი რა მნიშვნელობას ეს აბრუნებს, ხო? მაგრამ სიამდვილეში ეს 10 ცხო მნიშვნელობაა, რაღაც 10 ცხო მნიშვნელობაა. ამიტომ ესეც გამოსახულებად აღიქმება. ანუ expression იგივე გამოსახულება ქართულად. 100 + 5 მაგალითად. ესეც გამოსახულება, იმიტომ რომ 100 + 5 არის 15, ანუ ჩანაწერმა მნიშვნელობა დააბრუნდა. მე რო ეს დავასეივო, Ctrl S-ით და პროგრამა გავუშვა, პროგრამას ვუშვებ node-ის მეშვეობით. წერთ nodes და მე ფაილის სახელი, რაც მინდა რომ გავუშვა. ანუ index.js. და ნუ არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ მიუბრალოდ 100 + 5 დავწერეთ, რომ რას 15-ია და 15-ის ისთვის არ მithomso დამიმეჭდა მეთქი. მაგით არაფერი არ მოხდა. მაგრამ მაგალითად გადავალთ, როგორ უნდა დავბეჭდოთ მნიშვნელობები ტერმინალში. node თუ არ გაჩაწერილი, ამ ხომას ვერ გავუშვით, ერორს დაგირტყავთ. და ეს ყველაფერი არის მნიშვნელობები. და თუ რაღაცა მნიშვნელობები ავკინძე, ჩანაწერი, დავწერე და ეგეთ მნიშვნელობას აბრუნებს 100 + 5 მაგალითად, ეგა უკვე გამოსახულება, expression. და თუ დააკვირდით, ყველა ხაზის ბოლოს მე მიწერია წერტილმძიმე. ნახეთ, ყველა ხაზის ბოლოს მიწერია წერტილმძიმე. როგორც ქართულში წერის დროს ყველა წინადადების ბოლოს წერთ წერტილს, ჩათვალოთ რომ აქაც JavaScript-ში ყველა ინსტრუქციის მერე იწერება წერტილმძიმე. ინსტრუქცია არის კომპიუტერისთვის მიცემული
დავალება ბრძანება. და აქ რავი, რამდენიმე გამოსახულება მიწერია, ფრჩხილზე ფრჩხილებს ვიყენებ, აქაც იგივე პრინციპი, რაც მათემატიკაში, ჯერ სრულდება ფრჩხილებში მოქმედება, მერე გაყოფა, მერე გამრავლება და ბოლოს მიმატება. და აქაც ბოლოში მიწერია წერტილმძიმე. შეიძლება ისე გვეგონოს, რომ როდესაც აი ამ პროგრამას უშვებთ არაფერი არ ხდება, აი სიტყვაზე აი 10 რო დავწერე, არაფერი არ ხდება სიტყვაზე, ხო? მაგრამ ნუ თლად ეგრეც არა, იმიტომ რომ რაღაცა მნიშვნელობები იქნებიან, მე მეხსიერებისობაში ინახებიან და ასე შემდეგ, მაგას ოდნავ მერე ჩავშლით დეტალებში. და ეხლა როგორ უნდა გამოვიტანოთ მნიშვნელობები და გამოსახულებები ეკრანზე. ანუ ჩვენს ტერმინალში. ტერმინალი არის სადაც დავინახავთ საბოლოო შედეგს. და სადაც ასევე კომანდებსაც გავუშვებთ ხოლმე, ანუ ბრძანებებს. და ამისთვის გამოიყენება console.log ფუნქცია. JavaScript-ში გვაქვს რაღაცა ფუნქციები ჩაშნებული, built-in ფუნქციები არის. ფუნქცია არის ის ჩანაწერი, რომელიც რაღაც კონკრეტულ ფუნქციონალს ასრულებს. და JavaScript-ში ესეთი უამრავი გვაქვს. ერთ-ერთი არის console.log, რომელიც ყველაზე ხშირად გამოვაკეთებთ და ყველაზე ხშირად გამოვიყენებთ. და ეს console.log გვეხმარება ზუსტად რომ ეკრანზე დავაკონსოლოთ, დავლოგოთ, ან დავბეჭდოთ ჩვენი შედეგი, ან რამე გამოსახულება. და როგორ იწერება ეს? console, მერე წერტილი log, ხსნით მრგვალ ფრჩხილებს და მრგვალ ფრჩხილებში წერთ იმას, რაც მინდა რომ ეკრანის საბოლოო ჯამში გამოისახოს. და ბოლოს წერტილმძიმე. შეიძლება გეგრევე რაღაც მნიშვნელობა ჩავსვა, შეიძლება ჩავსვა გამოსახულება. აი ეს გამოსახულება მაგალითად. მნიშვნელობა არ აქვს მაგას. ანუ console.log საბოლოო ჯამში პრინტავს, ანუ ბეჭდავს ეკრანზე შედეგს. 10 რო დავბეჭდო, ბოლოს წერტილმძიმე დავწეროთ, დავასეივოთ და გავუშვათ. 100 დაბეჭდავს, 10+5 რო დავწერო, ჯერ დაითვლის ამ 10+5-ს, რაც არის 15. და მე დაბეჭდავს საბოლოო შედეგს, ანუ 15-ს. და შეხოთაშორის ბევრჯერ ვარ წეროთ ყველა ჯერზე index.js-ი, უბრალოდ ზევითა ისერს დააჭირეთ კლავიატურაზე, რომ წინ კომანდი ამოგიდოთ. და მე enter. და ეგა. აქ რომ წერტილმძიმე არ დავწერო, ეხა prettier რო დავაყენე, თავის მიწერს save-ზე, მაგრამ რომს არ მეწეროს, errors არ დამირტყავს. JavaScript-ი იმ ენათაგანია, სადაც არ არის აუცილებელი ბრძანების ბოლოს წერტილმძიმის დაწერა. C# რო ავიღოთ მაგალითისთვის, C#-ში თუ რაღაც 1000 ხაზი კოდი გვიწერია, ყველაფერი ძალიან მაგრად არის და ერთ ხაზზე წერტილმძიმე დავაკლდა, errors დაგვირტყავს. მთლიანი პროგრამა. ზოგიერთ ენაში, მაგალითად Python-ში საერთოდ არაა საჭირო წერტილმძიმეები. რო ვასრულებთ ბრძანებას, არაფერს არ ავწერთ. JavaScript-ში თუმცა შეგვიძლია დავწეროთ, შეგვიძლია არ დავწეროთ. ანუ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა ბრძანების ბოლოს მაინც დავწეროთ წერტილმძიმე, იმიტომ რომ ჩათვალეთ საერთო დეველოპერების შეთანხმება არის, რომ ყველა ბრძანების მიერ, რასაც კომპიუტერს ვაძლევთ, ჯობია რომ დაუნჯობესია რომ დავწეროთ წერტილმძიმე. ესა ჩვენი console.log-ი, რომელიც გვეხმარება, რომ ნიშნულობა გამოიტანოს ეკრანზე. და ეს იყო რიცხვები ზოგადად, რიცხვებთან მუშაობა. აი შემიძლია უბრალოდ ავიღო და იქ ავტესტო როგორ მუშაობს. აი აქ. დავასეივოთ და გავუშვათ. აი ეს, საბოლოოში დაპრინტა. ჯერ ფრჩხილებში გამოითვალა რა ხდება და მე გაყოფა, მე გამრავლება და ბოლოს მივეტებ როგორც მათემატიკაში ხდება ხოლმე. ოკეი. ახლა გადავიდეთ, მოდით string, ანუ ტექსტურ ნიშნულობებზე, ტექსტურ ჩანაწერებზე. ტექსტური ჩანაწერი უბრალოდ რაღაცა ტექსტი რაღაც წინადადება ზოგადი, შემიძლია იყოს უბრალოდ ერთი 100-ც კი, ერთი სიმბოლოც კი ტექსტური ჩანაწერი, ანუ string-ი არის. თუმცა არსებობს string-ის ჩაწერის რამდენიმე ხერხი JavaScript-ში. პირველი არის ის, რომ აი ავიღოთ ტექსტი ერთ-ერთი, მაგალითად welcome to Algoni, მოკეთილი იყოს მოგზაურობა Algoni-ში და ეს ჩავსვათ ორმაგ ბრჭყალებში. შეგვიძლია ასე გამოვიყენოთ ერთმაგი ბრჭყალები და ასე შეგვიძლია გამოვიყენოთ backtick-ები. ანუ მოტრიალებული ბრჭყალები. უბრალოდ წინადადებისთვის რომელს გამოვიყენეთ მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება უბრალოდ string-ებისთვის ერთმაგი ბრჭყალები ან ორმაგი ბრჭყალები ხოლმე. ამას რა დანიშნულება აქვს, ცოტა ხანში გავიგებთ. ანუ მე რო ავდგე და ახლა აქ დავწერო console.log-ში string-ი, მოდი ორმაგი ბრჭყალები დავწერ. Hello world. გამარჯობა სამყარო. და გავუშვა.
და აქ დამიწერა გამარჯვება სამყარო. და ეს არის ჩვენი პირველი პროგრამა JavaScript-ში. თუმცა მე აუცილებლად უნდა გავითვალისწინო, რომ string-ში რომელი ბრჭყალითაც ვიწყებ string-ს, იმ ბრჭყალით უნდა დავხურო. ანუ მე თუ ორმაგი ბრჭყალი დავიწყე, ორმაგით უნდა დავხურო და არა ერთმაგით, იმიტომ რომ errors დამირტყავს. ნახეთ, ეხლა აქაც მიწითლებს. თქვენ ალბათ არ გაგიწილეთ, იმიტომ რომ აი გირჩევთ რომ აქ ჩაიწეროთ ESLint-ი, რომელიც დაგეხმარებათ რომ JavaScript-ისთვის უბრალოდ რაღაცეები გაგინათოთ, წითლად ან warning-ი დაგიგდოთ, ეგრევე კოდის წერისას და არა ტერმინალში როცა პროგრამას გავუშვებთ. გავუშვათ და მაქვს error-ი ახლა უკვე. ეს error-ი ჩვენთვის უცნობია, იმიტომ რომ HTML CSS-ში error-ები არ ქონდა, უბრალოდ ქონდა რაღაც ხარვეზები, იმიტომ რომ არასდროს ვსვავდით ეკრანზე კონკრეტულ ელემენტებს, ხო? თუმცა აქ არის error-ები, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც სადღაც შეცდომა დაუშვით. აი პროგრამა დავწერე, ის გავუშვი. პასუხის მაგი რომ დამიწერე, რომ აი console hello world-ზე ამ ხაზია შეცდომა. აქაც აჩვენებს, რომ აი javascript/index.js ფაილში პირველ ხაზზე ეს ხაზის ნუმერაცია არის შეცდომა. და აქ მიწერია რა არის შეცდომის მესეჯი. Syntax error-ი მოქ, ანუ syntax არის წერის სტილი. გრამატიკის წესი არის ჩათვალეთ რა პროგრამირებისთვის. Invalid or unexpected token. ანუ აქ ბოლოში რომ მიწერია ეს ერთმაგი ბრჭყალი, ან invalid-ი არისო, ანუ არავალიდური, ან ისეთი რაც არ მოვალოდიო რა. და შემიძლია ეს error-ი წავიკითხო და მე მივხვდი რომ თურმე აი აქ ერთნაირი ბრჭყალები უნდა მქონდეს, ანუ ორივე ორმაგი უნდა იყოს, ან ორივე უნდა იყოს ერთმაგი ბრჭყალი. მოდი ერთმაგი იყოს. გავუშვათ, error-ი აღარ მაქვს. ანუ error-ების ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, მიუხედავად იმისა, რომ error-ი შეცდომას ნიშნავს, იმას ნიშნავს, რომ რაღაცაში გავიჭედეთ და არასწორად მივდივართ, თუმცა როგორც errors დავინახავთ, უნდა წავიკითხოთ კარგად, რას გვეკითხებიან, ანუ რას გვეუბნება ეგ error-ი, რა არის შეცდომა და მერე უნდა ჩავუშვდეთ და ვიფიქროთ გადაჭრის ხერხებზე. ანუ error-ი ჩვენი მეგობარია და არა მტერი. Okay. მაგრამ როგორ ვიქცევით? თუ მაგალითისთვის გვჭირდება, რომ დავწეროთ quote-ი, ანუ ციტატა. მაგალითად მე ვთქვი, როგორ ხართ სიტყვაზე. ამას როგორ ჩავწერდი? რომ თემომ შემიძლია ქართულად ვწერო, თქვა და როგორც ვიცით, ციტატა იწერება ასევე ბრჭყალებში. ბრჭყალებს დავწერ, როგორ ხართ. და როგორც თქვენ მიხვდებოდით, აქ რაღაც სხვა ფერად გამიფერეთ და ასევე დამირყა რაღაც error-ი აქვე და რო გავუშვა ტერმინალში მექნება error-ი. რომ missing after argument list, ანუ ბრჭყილი აკლია არგუმენტის მერე. ეს რატომ მოხდა? მართალია კი, ციტატა იწერება ორმაგ ბრჭყალებში, ზოგადად, მაგრამ JavaScript-ის რო ეშვება JavaScript-ი ნოუთში, პროგრამა ეძებს ორმაგ ბრჭყალებს რომ string-ი დახუროს. ანუ პირველი ორმაგი ბრჭყალები რო ნახა, აი მიხვდა რომ ესე იგი string-ი თუ ორმაგი ბრჭყალებით დაიწყო, უეჭველი ორმაგი ბრჭყალებით დასრულდებაო. და როგორც კი მეორე ორმაგი ბრჭყალი იპოვა, აი ეს დახურვის, აღიქვა რომ ეს string-ი მორჩა. ანუ JavaScript-ს ახლა გონია რომ აქ მარტო ერთი სრული string-ი წერია და ეს არის თემომ თქვა უბრალოდ. ეს მართალია string-ის დახურვა და არა მიგულისხმია, მე ვიგულისხმე ციტატის დასაწყისად, მაგრამ JavaScript-ი მაგას ვერ ხვდება. ამიტომ ასეთ მომენტებში შემიძლია გამოვიყენო ერთმაგი ბრჭყალები. ანუ აქეთ-იქით იყოს ერთმაგი ბრჭყალები და შუაში იყოს ორმაგი ბრჭყალები. ეს უკვე დაშვებადია, იმიტომ რომ ერთმაგი ბრჭყალებით ვიწყებთ, ერთმაგი ბრჭყალებით ვხურავთ და შიგნით ორმაგი ბრჭყალები მიწერია, ეს უბრალოდ აღიქმება როგორც ჩვეულებრივი ტექსტის ნაწილი და სხვა არაფერი. აი ეს. ან მეორე ხერხი არის, რომ გამოვიყენოთ backspace. კი, backslash. შემოწირებული slash-ი არის, რომელიც გვეხმარება აი აქ წინა იმაზე გადავიყვან. მაინც რო ასე უბრალოდ გადაყავს ერთ ბრჭყალზე. ეგეთი setting-ები აქვს დაყენებული ერთმაგი ბრჭყალებზე გადაიყვანოს. კაი, ასე ახსნე უბრალოდ. მართალია ხა ისე უკან დავაბრუნე, ანუ წეღან errors მიგდებდა ასეთ შემთხვევაში, თუმცა ორმაგი ბრჭყალების აქეთკენ დავწერე backspace-თან შემოწირებული backslash body-ში. slash-ი არის ასეთი და backslash-ი არის შემოწირებული ასეთი. და ეს სრულად ეხმარება პროგრამას, რომ შემდეგი სიმბოლო აღიქვას როგორც ტექსტური ჩანაწერი და არა string-ის დასასრული.
ახლა უკვე error-ებს აღარც მიჩვენებს აქ. წერილი ამონათებული იყო, ეხლა ეგეც არ არის. ეს უბრალოდ გვეხმარება, რომ შემდეგი სიმბოლო ავყოთ როგორც ჩვეულებრივი ტექსტი და არა string-ის დახურვა. აი მოდით ამას თუ გინდათ გავტესტავ online კომპილატორში. online კომპილატორი არის აი ბრაუზერში რაღაც საიტი, სადაც შეგვიძლია რომ გავუშვათ პროგრამა. ყველანაირი node-ის და თრილებების ჩაწერის გარეშე. აი ნახეთ, ახლა მუშაობს ჩვეულებრივად. ეს რომ არ მქონდეს, მექნებოდა იგივე error-ი. აი იგივე error-ი მაქვს. ამიტომ შემიძლია backslash-იც გამოვიყენო ხოლმე. აი ახლა მე აქ რო დავწერო 5 + 5. ჩვენ კი ვთქვით, რომ ეს 5, 10 და რაღაცე რიცხვები არის number ტიპის მნიშვნელობები JavaScript-ში. თუმცა მე თუ რიცხვებს გამოვიყენებ string ტიპის მნიშვნელობის მნიშვნელობაში, ის მაინც string იქნება. ანუ ახლა ეს string-ია და არა რიცხვი. პროგრამას რო გავუშვათ, ნახე დააბრუნა 5 + 5. აქ მნიშვნელობას კი არ დაიცვლის მნიშვნელობების ჯამს და გამოვიტან შედეგს. არამედ ყველაფერს აიქოს როგორც ჩვეულებრივი ტექსტი, იმიტომ რომ ბრჭყალებში მიწერია. გინდა ერთმაგი ბრჭყალები იყოს, გინდა ვექტიქები იყოს. მე რომ ბრჭყალები არ მქონდეს, JavaScript-ი აიქოვდა ჩვეულებრივ მნიშვნელობებს, რიცხვებს, ჯერ დაითვლიდა და მე დაალოგავდა. ანუ დაპრინტავდა, გამოიტანა შედეგს. თუმცა string-ების შემთხვევაში ესე არ ხდება. ჩვენ თუ გვინდა რომ აი ეს გამოსახულებები, ეს ხო გამოსახულება, ჩვენ თუ გვინდა რომ გამოსახულებები string-ში შევიტანოთ, მაშინ ვიყენებთ უკვე template ლიტერალებს. ესაა template ლიტერალი. template literal. და შემდეგი სინტაქსი იწერება. ახლა უკვე backtick-ებს მოუძებნეთ გამოყენება. მე შემიძლია backtick-ები გამოვიყენო ახლა, აი ასე. სადაც შემიძლია string-ების დაწერა ჩვეულებრივად 5 + 5 და თუ დამჭირდა სადმე გამოსახულების ჩაწერა, ანუ უბრალოდ ნიშნულობის ჩაწერა, ამას წერ დოლარისა და ფიგურული ბრჭყლების სინტაქსში. ანუ დოლარი, ფიგურული ბრჭყლები და შიგნით წერ გამოსახულებას. რა გამოსახულება აქვს, ნიშნულობა არ იქნება. რა გამოსახულება იქნება, ნიშნულობა არ აქვს. უბრალოდ მე რაც მინდა რომ აღარ აღვიქვა ტექსტად და გამოსახულება დაღვიქვა უბრალოდ. და პროგრამა რო დაითვალოს ეს გამოსახულების შედეგი, მაშინ დავწერ დოლარის და ფიგურულ ბრჭყლებს შორის, დანარჩენებს დავწერ ჩვეულებრივ ბრჭყალებში. ეხლა ესო გავუშვა, ნახეთ 5 + 5 უდრისი არის ტექსტი და ჩვეულებრივად დაიბეჭდა, მაგრამ ეს უკვე რომ აი ამ template ლიტერალის სინტაქსში მიწერია, ჯერ დაითვალა პროგრამამ 10 გახადა და მე შეიტანა string-ში. თუმცა აუცილებელი რომ ამისთვის გამოვიყენოთ backtick-ები, ანუ შემოტრიალებული ბრჭყალები. დაყრეული ბრჭყალები და არა ორმაგი ბრჭყალი ან ერთმაგი ბრჭყალი, იმიტომ რომ ორმაგი და ერთმაგი ბრჭყალებში რასაც ჩავწერთ, ყველაფერი JavaScript-ს ესმის პირდაპირ ნიშნულობით. აი ნახეთ აი აქ დაწერა დოლარი, ფიგურული ბრჭყილი, 5 + 5 ფიგურული ბრჭყილი. ამისთვის გვჭირდება უბრალოდ backtick-ები. ოკეი. ეს იყო string-ები და მათთან მუშაობა. ახლა მოდი გადავიდეთ ცვლადებზე. რა არის ცვლადები? მოდი სამ ცვლადებს გაგაცნობდეთ. მინდა უბრალოდ გითხრათ რა პრობლემა გვექნებოდა ცვლადების გარეშე. გადავიდეთ აქ კიდევ. ნახეთ, აი მაგალითად დავაკონსოლოთ 5. ან მაღლა ეგეთი გამოსახულება დავწეროთ 10 + 15. 100 + 15 არის 25, ანუ აქ უბრალოდ 25 დაიწერება და მეტი არაფერი არ მოხდება. მე აქ რომ მე ქვევით რომ იწერე კონსოლო 5, უბრალოდ 5-იან დაელგება და არაფერი არ მოხდება. თალოგის გარდა, რა თქმა უნდა. აქ 25, ანუ ნახეთ 100 + 5 ხო 15 ხო 25 იყო. ანუ წარმოვიდგინეთ ჩვენ პროგრამას ვთხარით 25 მორჩა. 25 რა, ანუ არც დაკონსოლება უთხარით, არც არაფერი უთხარით, ამიტომ არაფერი არ უქნია. თუმცა სიამბლეში ამის უკანაც რაღაცა პატარა ნიუანსები იმალება. მაგალითისთვის 100 + 15 რომ იწერია, 25 ხო გამოვიდა საბოლოო ჯამში და ეს 25 ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში, RAM-ში, random access memory-ში. იმიტომ რომ მე საბოლოო ჯამში მინდა რომ მაგას მიუწვდე და ამოვიღო. RAM-ი არის დროებითი მეხსიერება,
რაც იმას ნიშნავს, რომ მან ინახება ისეთი ინფორმაცია, რაც საჭიროა დროებითად. არის მუდმივი მეხსიერებაც მყარი დისკი მაგალითად. მყარი დისკს ვინახავთ ფოტოებს, რომ იმიტომ მუდმივად მჭირდება. მაგრამ RAM-ში ინახება ისეთი ინფორმაცია, რომელიც ლეპტოპის გამორთვის მერე აღარ იქნება. მაგალითად, RAM-ში ინახება აი ბრაუზერში ახლა რო ვარ მე შესული, ამ ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ რო გამორთავ ამ ბრაუზერს აღარ დაჭირდება და წაიშლება. იგივე აქაც მე პროგრამას ერთხელ გავუშვებ, უნდა შევინახოს ერთხელ პროგრამამ რა ეგ ინფორმაციები სადღაც. სად შეინახოს, უნდა შეინახოს RAM-ში. ეს 25 შეინახა. ეს კონსოლზე რო დავლოგეთ 5-იანი, ეს არაფერი არ შეუნახავს, უბრალოდ 5-იანი დაბეჭდა. მაგრამ აქ პრობლემა რაში მდგომარეობს და საიტკენ მივდივარ ახლა რა. მე რო სიტყვაზე დამჭირდეს ოდესღაც კიდევ პროგრამის ქვევით, ამ 25-ის გამოყენება რა შედეგიც მივიღე. მე ამას ვერ გამოვიყენებ. ან სიტყვაზე მე რო დამჭირდეს აი ამ 5-იანის გამოყენება კიდევ, მე ამ 5-იანს ვერ გამოვიყენებ. იმიტომ რომ არსად არ ვინახავ. უბრალოდ ერთს ვიანგარიშებ, მეორეს ტერმინალში პრინტავ, მეტი არაფერი. მე ვხედავ მას მარტო. კონსოლ ლოგით რას დავწერთ, ხედავთ მხოლოდ ჩვენ დეველოპერები. ამას იუზერები და მოხმარებლები ვერ ხედავენ, იმიტომ რომ ტერმინისა კონსოლში ხდება ყველაფერი. იუზერს კონსოლი არ აქვს. ამიტომ მე მჭირდება რაღაცა მექანიზმი, რაღაცა ადგილი, სადაც შევინახავ მე ამ ნიშნულობებს და როცა დამჭირდება უკვე გამოვიყენებ. და ზუსტად ამისთვის მჭირდება ცვლადები. ანუ გამოდის რომ ცვლადები გამოიყენება ინფორმაციის შესანახად. და როგორი სინტაქსი აქვს ახლა ამ ყოველივეს? მაგალითისთვის, აქ მიწერია let x უდრის 10. ანუ რა მოხდა? მე რომ ცვლადი შევქმნა, ცვლადი ჩათვალეთ იგივე რაც 5. 5-ში ხო შემიძლია რაღაც ნიშნულობები შენახო, აი ვაშლი შევინახოთ მაგალითად, ხო? აი 5 ავიღე, ვაშლი ჩავდე, დავხურე 5 და მე 5 ზემოდან იარლიყი დავაწერე, რომ ვაშლი არის, იმიტომ რომ ვიცოდე რომ აი აქ რო ჩავიხე და ვაშლი დამხდება. იგივე ცვლადებით ზუსტად. ანუ წარმოვიდგინეთ, let-ს რო წერთ, let არის ნების დართვა ქართულად. ანუ ნებას ვრთავთ, ცვლადს რო შევქმნათ, ანუ 5-ს ვქმნით let-ით. მე ეწერება ცვლადის სახელი. აი იარლიყი რო დავაკარით 5-ს, ეგ იყო ჩათვალეთ ცვლადის სახელი. მე იწერება უდრის. უდრის არის მინიჭების ოპერატორი JavaScript-ში. და მე 10-იანი. ანუ მე ვგულისხმობ, რომ შევქმნათ x ცვლადი და მას მივაინჭოთ 10-ის მნიშვნელობა. ანუ 5 შევქმნით, დავაკარით სახელად x-ი და შიგნით ჩავდეთ 10-იანი. let x-ი უდრის 5-ს, უდრის 10-ს. იგივე რაც იდეაში მათემატიკაში. მათემატიკაში რაღაც განტოლებებში ხო ვაკეთებთ x-ი უდრის 10-ს, y-ი უდრის 5-ს, რა იქნება x + y, მაგალითად. იქნება 10 + 5, იმიტომ რომ x-ი 10-ია და y-ი 5-ია. ესაა ცვლადი. შემიძლია მეორე ცვლადი შევქმნა, let y-ი უდრის 5-ს, რა თქმა უნდა, ყოველი იმის ბოლოს ინსტრუქციის ბოლოს წერილს იმას ვიყენებ. და ჯობია რომ ყველა ცვლადის სახელი იყოს ინტუიტიური, ანუ მარტივი და გულისხმობდეს იმას, თუ რა ინახება შიგნით. სიტყვაზე რიცხვებისთვის ახლა x და y ცვლადი ძალიან კარგი სახელია. მე რომ ამას დამერქვია თემოში 10-ს ვინახავ, სისულელეა, ხო? ანუ ცვლადს რასაც შემიძლია იმას დავარქმევ. ჩვენზე ეგ დამოკიდებული. მე თუ მინდა რომ შევქმნა რაღაცა სახელი შევინახო, მაშინ დავწერ let name უდრის თემოს. თემოს წყალებში წერ, იმიტომ რომ string-ი არის. და მე რა შემიძლია ავდგე და ეს სახელი როცა მინდა მაშინ გამოვიყენო. აი name დავწერო და გამოვა თემო. აი ესე. აქ მე ნახეთ რა მოხდა, მე უკვე ისევ ახალი ცვლადი შევქმნით, ჯამის ცვლადი შევქმნით, let 3 უდრის x + y-ს. x-ი არის 10, y-ია 5, 10 + 5 არის 15, ესე იგი 3 ცვლად შენახება 15-ის მნიშვნელობა და მე 15 დაილოგება. საბოლოო ჯამში. აი რომ ჩავაფეისტო აქეთკენ, გამოვიდა 15. ანუ x-ი რო დავწერე, პროგრამა მოძებნა x-ი რა იყო 10-იანი, მე y-ი დავწერე, პროგრამა მოძებნა რა იყო y-ი იყო 5-იანი, მე შეაერთა, დააჯამა და გამოვიდა 15 და დაბეჭდა 15. თუმცა მე შემიძლია რომ აი ამ ცვლადის მნიშვნელობა შეუცვალო. აქ როგორც წერია, x-ი ხო თავიდან 10 იყო, მე შემიძლია x-ი გავხადო 30. ოღონდ თავიდან ახლა აქ let-ის წერა არა საჭირო. იმიტომ რომ მე უკვე არსებული ცვლადი შექმნა მინდა და არა ახალი ცვლადი შექმნა.
მიუხედავად არსებობს უცვლი ნიშნულობას. ანუ წარმოიდგინეთ 5-დან ვაშლი ამოვიღე და ჩავდე მსხალი. მე ხო ახალი 5 არ დამჭირვებია. იგივე 5 მაქვს. ანუ იგივე ცვლადი მაქვს x უდრის 30 და 30 იქნება შენახული. აქ რა დავწეროთ x უდრის 30 და დავაკონსოლოთ. x უკვე იქნება 30 და არა 10. აი ეს. შემიძლია რიცხვის მაგრივად სახელი შევინახო. ანუ ჯერ რიცხვი იყოს და მერე სახელი ეგრე შეიძლება JavaScript-ში პრობლემა არა. ოკეი. ეს არის ცვლადი. და აქ არ გაგიკვირდეთ ესეც კომენტარი არის. როგორც HTML CSS-ში იყო კომენტარები, აქაც გვაქვს კომენტარი, უბრალოდ სხვანაირი წერება. ერთხაზიანი კომენტარი წერება 2 სლეშით, აი სლეშ. და ვქოთ ცვლადები. კომენტარში გახსენებთ არის კოდის ის ნაწილი, რომელიც პროგრამაში აღარ ტარდება. პროგრამა არ აღიქოს. ჩვეულებრივი ტექსტია რა. და თუ გინდა რამდენიმე ხაზიანი კომენტარი სლეშ და ფიფქი ხსნით და მერე ფიფქი და სლეში თხოვრავთ. ესეც კომენტარია. პროგრამა ახლა ამას აღარ წაიკითხავს. გაუშვათ, ნახეთ, არა, ესენი არ წაუკითხავს. და უბრალოდ შორტკატი არის, რომ ყველაფერი მონიშნოთ და დავაჭიროთ command/max-ე და control/windows. ოკეი. და კიდევ ერთი რაღაც მინდა დავამატო. არ შეიძლება JavaScript-ში ერთი და იმავე სახელის მქონე ცვლადების შექმნა. ანუ მე რო x მაქვს შექმნილი უკვე აღარ შემიძლია რომ მეორე x შექმნა. y თუ შექმნილი უკვე მეორე y შექმნას აღარ შემიძლია. ანუ რა დავწერო let y უდრის 50 და დავასეივო. გაუშვათ ახლა პროგრამა. უps, აქ y დამიწყებია. გაუშვათ. დამიწერა unexpected identifier y. იმიტომ რომ აქ let ჭირდება რამ ჭირს. ნახეთ, identifier y has already been declared. ანუ y უკვე შექმნილი არისო. Declare ნიშნავს შექმნას. ცვლადის დეკლარაციას. ცვლადის დეკლარაცია და შექმნა იგივეა, ჩათვალეთ რა. ცვლადის დეკლარირებას შეიძლება დაარქვათ. დამიერო რა, იმიტომ რომ ჩათვალით 5-ის მაგალითზე რომ გადავიდე რა. მე 2 5 მაქვს, ერთში მსხალი და მეორეში ვაშლი. და ორივეს ვაშლია წერია ზევიდან. მე რა გავიგო, რომელში არის, ან ორივეს ერთი რაღაც უნდა ეწეროს, იმიტომ რომ ერთი ნიშნულობა მაქვს. არა, ბოდიშით ეს ცუდი მაგალითი მოვიყვანე. 5-ზე გვინდა ისე მაგალითი, 5-ზე მაგალითი მოყვა შეიძლება. შეიძლება იდეაში რომ ერთ ყუთში ნიშნულობას ვერ ჩავდებთ. აი მაგალითად ეგრე. 1 5 მაქვს და შიგნით ან ვაშლი უნდა იყოს ამ მსხალი. მე რო იგივე ყუთი შემოვიტანო, სხვა ყუთი რო შემოვიტანო, ასე გადავანაწილო. ანუ 1 5 მაქვს, ერთში დევს ვაშლი, მეორე ყუთი მაქვს, მეორეში დევს მსხალი და ორივე საწერია y მაგალითად. ან ორივე საწერია ხილი, ან ორივე საწერია ვაშლი. მაგრამ ერთში რაღაც სხვა დევს, მეორეში რაღაც სხვა დევს. ესე მე ვერ მიხვდები ხო, რომელი დამჭირდება საბოლოო ჯამში. აქაც იგივეა, რომ არ შემიძლია, რომ ორი ცვლადი ისე დავწერო, რომ ორივეს ერთი და იგივე სახელი ჰქონდეს. უნდა სხვა სახელი გამოვიყენო მაშინ. ესეც გაითვალისწინეთ. ოკეი. მაგრამ აი ხლა ამ მაგალითებს რომ გიყვებოდით, 5-ის მაგალითებს. ცოტა მოგატყუეთ, მაგრამ თეთრი ტყუილი იყო ეგ. იმიტომ რომ ცვლადი უფრო საცეცია ვიდრე 5 სიამგლეში. უბრალოდ თავიდან ცვლადების ახსნისას 5-ის მაგალითს ვიყენებ, იმიტომ რომ უფრო მარტივი აღსაქმელია. თუმცა ცვლადი უფრო საცეცია ვიდრე 5. და რას გულისხმობთ? აი მაგალითისთვის შევქმნით ცვლადი x-ი, let x უდრის 10 და დავლოგეთ უბრალოდ და 10 არის რა. მაგროს რა მოხდა? რომ შეიქმნა მეხსიერების უბანში რაღაცა გამოთავისუფლა რაღაცა უბანი მეხსიერებაში, ანუ RAM-ში და იქ ჩაიწერა 10-იანი. და მე x-ით შემიძლია რომ მაგ 10-იანს მივუწვდე. ანუ ის არია გამული ამ ორ შორის. x-ი უკავშირდება 10-იანს. განა x-ში დევს 10-იანი, შიგნით 5-ში დევს 10-იანი, არა. x-ი უკავშირდება 10 რიცხვ 10-ს. თუმცა მე ავდექი და x-ის მნიშვნელობა შევცვალე. ანუ დავწერე x-ი უდრის 15-ს. და რომ დავლოგოთ
x-ი 15 გახდება. აქამდე 10 იყო. ახლა რა მოხდა? განა x 5-დან 10-იანი ამოვიღე და 15 ჩავდეთ, არა. ეს ის არის, ანუ საცეცი. მოშორდა 10-იანს და ახალ უბანშიო შეიქმნა 15-ის ნიშნულობა, მაგას მიუკავშირდა. ანუ მე როდესაც x-ის ნიშნულობას ამოვიღებ, x-ი იმას გამომიტანს, სადაც აქვს მიკავშირებული თავის საცეცი. ეს ხდება სინამდვილეში. ანუ ცვლადი უფრო საცეცია ვიდრე 5. ცვლადი შექმნის სხვა გზას არსებობს, სხვა გზებიც არსებობს. პირველი გზა უკვე გასწავლეთ, რაც არის let-ის გამოყენებით, მეორე არის var-ის გამოყენებით. var-სეც იგივე ყველაფერი, ჯერ ვწერთ var-ს, var არის შემოკლებით, რაც variable ცვლად ნიშნავს. var x-ი უდრის 10-ს და რო დავлогოთ x-ი არის 10, იგივე აქაც ყველაფერი რა. უბრალოდ რაღაცა პატარა განსხვავებები გვაქვს. var x-ი უდრის 10-ს, console log x გამოვათიან. უბრალოდ var-ის შემთხვევაში, აი let-ის შემთხვევაში ხარ შეგვეძლო 2 1 და იმავე სახელის მქონე ცვლადი შექმნა, ან 2x-ი ვერ მექნებოდა. აი აქ უკვე შემიძლია, რომ დავწერო var x-ი უდრის 20 და x-ი რო დავაკონსოლო, გამოვიდა 20-იანი. ანუ ამაზე ერორს არ მიგდებს. იდეაში კიდევ რამდენიმე განსხვავება, უბრალოდ ახლა იმდენიც უნდა არ გვაქვს, რომ ეგ მოგიყვეთ. იდეაში გვექნება ეგ ცოდნა შემდეგ კვირას, როცა ავხსნი if statement-ებს. თუმცა გირჩევთ რომ ვარი არ გამოიყენოთ, ვარს უკვე აღარ ვიყენებთ, მოძულებული არის. ES6 ანუ JavaScript-ის ერთ-ერთი update-ის მერე, let-ი რო გამოვიდა, სულ let-ებს ვიყენებთ და ვიყენებთ const-ებს, რომელსაც მალე ავხსნი. ვარი არ გჭირდება და მე უფრო გავიგებთ რატო. მომავალ კვირას. და ასევე გვაქვს მესამე ხერხსვლადი შექმნისა, რაც არის const. const არის იგივე რაც შემოკლებული ვერსია კონსტანტა. კონსტანტა არის მათემატიკაში მუდმივა, რაც არ იცვლება. აი მაგალითად, შექმნით const, ის მაგივრად, მე სახელი phi უდრის 3.14-ს. მე უკვე აღარ შემიძლია ამ phi შეცვლა. phi არის p მათემატიკაში 3.14. არა აუცილებელი რომ აი უბრალოდ მათემატიკიდან მარტივად მოვიყვანეს მაგალითად, თორე ნებისმიერ რამე შეიძლება იყოს. ეხლა მე უკვე p-ს ვეღარ შევცვლი. ნახეთ. const phi უდრის 3.14-ს console log phi რო გამოვიტანო, ჩვეულებრივად გამოვა მისი მნიშვნელობა, თუმცა phi-ის შეცვლა მე აღარ შემიძლია. 10 რომ მივაინჭო, ნახეთ errors დამირწყავს. error-ი არის assignment to constant variable. ანუ თქვენ მინიჭება დაფიქსირდა მუდმივად ცვლადისთვისო. ანუ თუ რაღაცა მნიშვნელობა გვაქვს, რომელიც ვიცით თავიდანვე რომ არ შეიცვლება, ჯობია რომ const-ით გავაკეთოთ. იმიტომ რომ მე თუ const-ი რაღაც ცვლადი შევქმნი და მე შემთხვევით შევცვალე, აი მაგალითად p შევცვალე შემთხვევით. errors დამირწყავს პროგრამა, რაც ძალიან კაი, იმიტომ რომ მიმოხდერებს რომ არასოდეს მივდივარ. და მე რო p შევცვალო შემთხვევით error-ი არ მქონდეს, მაგ p-ს გამოვიყენებდი ძალიან ბევრ მათემატიკურ ფორმულაში და ყველაფერი ამერეოდა. error-ი არ მექნებოდა, მაგრამ მექნებოდა ძალიან ბევრი ბაგი, ანუ პრობლემა. ამიტომ ისეთი ცვლადები, რომელიც ვიცით რომ არ შეიცვლება, ან მნიშვნელობას არ შეიცვლიან, ყოველთვის წეროთ ხოლმე const-ით. და სხვადასხვა ცვლადის სახელებზე მინდა გადავიდე ისევ რაღაცა მიდგომა არსებობს ცვლადის სახელების გაწერისთვის, რომელსაც ქვია camel case-ი. ასე იწერება camel case მიდგომა ქვია. რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლადის სახელს ვიწყებთ პატარა ასოთი და ყოველი მომდევნო სიტყვა იწყება დიდი ასოთი. და თუ დავკვირდით, აქაც camel case მიდგომა გამოვიყენე. camel დავწერე და მე როგორც კი დაიწყო ახალი სიტყვა დავწერე, დავიწყე დიდი ასოთი. მაგალითისთვის შექმნა ცვლადი name თემო. პატარა ასოთი ვიწყებ ჩვეულებრივად, მაგრამ თუ მინდა ორსიტყვიანი ცვლადის დაწერა, წერთ ასე let. რა იყოს ორი სიტყვა? რავი, is student უდრის კი. არის თუ არა სტუდენტი. ნახე, is დავწერე ჩვეულებრივად. მეორე სიტყვის პირველი ასო დავწერე est, დიდი ასოთი. აქ რომ კიდე ახალი სიტყვა იყოს, მაგალითად, გამარჯობა, ამის პირველი ასოთს დავიწყებდი დიდი ასოთი. და ეს მიდგომა გამოვიყენეთ ყოველთვის. ეს იყო ცვლადები.
და მინდა მიუბრუნდე კიდევ ერთ ნიშნულობას, კიდევ ერთ ტიპს, რომელიც არის ბულიანი. ტექსტური string არის ტექსტურები, ესე იგი ნამბერები არის რიცხვები და გვაქვს კიდევ ერთი ნიშნულობა, მარტივი ტიპის ნიშნულობა, რაც არის ბულიანი. ბულიანში გვაქვს მარტო true და false, მეტი არაფერი. True არის ჭეშმარიტი, false არის მცდარი. ანუ console log აი true დავბეჭდოთ. გამოვა true. ანუ მე რო დავწერო ეგეთი რაღაცა 10 + 5 უდრის თუ არა 15-ს. გამოვა true. მაგრამ 14 დავწერო, გამოვა false, იმიტომ რომ მცდარია. ესაა ბულიან ტიპის მნიშვნელობები. და სხვადასხვა შედარება იწერება ორი ტოლობით. იმიტომ რომ მინიჭება ორი ერთი ტოლობით იწერება, ცვლადისთვის მნიშვნელობის მინიჭება let x უდრის 5-ს. ამიტომ შედარებისთვისაც ვეღარ იქნება ორი ტოლობა. კიდე ერთი ტოლობა, უნდა იყოს ორი ტოლობა. ამიტომ ეგ გაითვალისწინეთ. და ასევე გვაქვს სამი ტოლობაც. აი ნახეთ 5 უდრის 5-ს. ეს არის true, ჭეშმარიტი. მაგრამ 5 რო იყოს string-ის ჩანაწერი, ეხა ეს რიცხვი აღარა, ესაა უკვე string ტიპის ნიშნულობა. ესაა რიცხვი ტიპის ნიშნულობა. გავუშვათ, ნახეთ, ეხა true-ს მიწერს. მაგრამ როგორ true string-ი და რიცხვი როგორ გაუტოლდება ერთმანეთს? საქმე იმაშია, რომ ორი ტოლობა არის არამკაცრი შედარება. რაც იმას ნიშნავს, რომ კულისებში პროგრამის უკან ეს string-ის მნიშვნელობა გადაიქნება რიცხვად თავისით. ავტომატურად. ამასაც მე მოვალ შევეხებით. და მე 5 და 5 დადება ტოლი არის რა. ამიტომ ყოველთვის მე გირჩევთ გამოვიყენოთ სამი ტოლობა შედარებისთვის, რაც არის მკაცრი შედარება. მკაცრი შედარების დროს არაფერი არ გადადის, ნიშნულობები არ იცვლება და ეს უკვე იქნება false. ამიტომ მე გაითვალისწინეთ. ეს ვისაც გაინტერესებთ ეს მოვლენა, ამას ქვია type coercion. type coercion არის ტიპების გადაყვანა ავტომატურად. Okay. და თითქმის ბოლოში გავედით დღეს. იდეაში ჩვენ ერთი მხარე ის დავფარეთ, რომ ამ string-ებით და რიცხვებით რაღაცებს ვამუშავებთ. მე შეგვიძლია რომ გამოვსახოთ ეკრანზე ინფორმაცია, ხო? კონსოლოგის მეშვეობით. მაგრამ როგორ უნდა მივიღოთ ინფორმაცია user-ისგან, ან მომხმარებლისგან? ეს შეგვიძლია გავაკეთოთ prompt ფუნქციის მეშვეობით. როგორც კონსოლოგი არის შაშენებული ფუნქცია JavaScript-ში, რომელიც გვეხმარება ეკრანზე ინფორმაციის გამოტანაში, ასევე prompt კითხვას შეკითხვას. prompt ნიშნავს შეკითხვას ქართულად. prompt-იც გვეხმარება რომ user-ისგან და მომხმარებლისგან მივიღოთ ინფორმაცია. და როგორ ვიყენებთ ამ ყოველივეს. წერთ prompts უბრალოდ. ხსნით ფრჩხილებს და ფრჩხილებში ვსვავთ კითხვას. რა კითხვა მინდა რომ დავსვა. და რასაც შემოიყვანს მომხმარებელი პასუხს, ეგ დაბრუნდება prompt-ის მიერ და შევინახავთ ეგრევე ცვლადში. მოდი გავტესტოთ. let მოდი უბრალოდ prompts დავწერ. prompt შემოიყვანე შენი სახელი. ან რა გქვია, ეგეც შეიძლება იყოს. გავუშვათ პროგრამა და მექნება ეხლა იდეაში error-ი მექნება. ნახეთ, prompt is not defined. prompt-ი არა განსაზღვრულია. იმიტომ რომ prompt-ი JavaScript-ის ფუნქცია არა assembly-ში. prompt-ი არის ჩაშენებული ბრაუზერში. მე prompt-ით დაწერილი პროგრამას Node-ში ვერ გავუშვებ, ბრაუზერში უნდა გავუშვო. ამის ორი ხერხი არსებობს. ერთი არის მარტივი, რომ უბრალოდ გავხსნა რამე online კომპილატორი, მაგალითად პროგრამა ის სიტყვაზე. და აქ დავწეროთ ჩემი პროგრამა, რომ დავაჭერ runs, შემიძლია შევიყვანოთ ჩემი სახელი, თემა. ან მეორე არის, რომ ბრაუზერში გავუშვა ეს პროგრამა. და როგორ? შემიძლია შევქმნა index.html-ის ფაილი, როგორც წინაზე ჩვეულებრივად ვქნით ხოლმე, გავუშვათ ჩვეულებრივი სტრუქტურა. და ახლა უკვე უნდა დავაკავშირო ჩემი index.js ფაილი HTML ფაილს. როგორც CSS ვაკავშირებთ, იგივე არის აქაც. რომ აქ შემიძლია hatch დავწერო, script CSS ვაკავშირებთ link tag-ით. JavaScript-ი კავშირდება script tag-ით. ონი ხურებულ script tag-ი აუცილებლად და atributes უწერთ source atributes და source atribute-ში უწერთ JavaScript-ის ფაილის მისამართს. index.js. და ახლა მოდი გავუშვათ go live. და უკვე მეკითხება
შეიყვანეთ შენი სახელი. დავწერთ თემოს და ოკეი. და ეგ აიდიაში. და პრომპტი იმას შვება, რომ რასაც შევიყვანთ, ანუ მე რო თემო შევიყვანე, ჩასულად თემო დაიმბრუნა პრომპტმა. მე შემიძლია ეგ თემო ავიღო და რო არ დავკარგო რაღაც მომენტში, შევინახო ცვლადში. let name უდრის თემოს. და ეს თემო დავაკონსოლო. ეს. გავუშვათ, ну აქ არის შევება, თქმა უნდა, აქ ეშვება. თემო შევიყვანე, ოკეის დავაჭირე, გადავედი აქ, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამომიშლე, იმიტომ რომ აქ პროგრამა არც გამიშვია. ამის მერე უკვე, იმიტომ რომ მე ბრაუზერში გავშემი პროგრამა, ყველაფერი გამოვა ბრაუზერის კონსოლში. ხსნით ის specs ამ developer modes, რაც წინაზე ვისწავლით. და აქ რომ აქ ელემენტები, აი აქ ქონა შეხება ჩვენ ელემენტებთან მარტო აქამდე. გვერდზე არის კონსოლი. და კონსოლში გამოვა ყველა ის ინფორმაცია, რასაც დავლოგავთ. მოდი ახლა ის დავარეფრეშოთ, რა ახლა იმუშაობს პროგრამა, დავწეროთ თემო, ოკეი და გამოვიდე თემო. აი ეს. ანუ მე რაც შევიყვანე, ფრონტმა დააბრუნა და შევინახეთ უკვე ეგრევე name-ში. ოკეი. მოდი ხა რიცხვი შევიყვანოთ, აი მაგალითად შემოიყვანე რიცხვი. და მე დავლოგოთ უბრალოდ 5 + 5. აი ეს. არა 5 + მოდი აქ x-ი მქონდეს. პატარა პროგრამას დავწერ. რომ შემოიყვანე პირველი რიცხვი, მე მეორე ცვლად შევქმნი, let y უდრის prompt-ში დავსვით კითხვა შემოიყვანე მეორე რიცხვი და უბრალოდ დავაკონსოლოთ x + x. ნახოთ როგორ მუშაობს. პირველი რიცხვი შემოიყვანე enter-ს ვაწვევი, მე მეორე შემოიყვანე enter-ს ვაწვევი, გამოვიდა 12. ძალიან მაგარია, ხო? აქ მოხდა ხარვესი. ეს არის ბაგი, ერორი არა, იმიტომ რომ რაღაცა ერორი არ დაურტყავს წითლად. ეს არის ბაგი. და რა მოხდა ახლა აქ? იდეაში 1 + 2 არის 3, მაგრამ დაბეჭდა 12. ეს რატომ მოხდა? პრომპტში რასაც შევიყვან, აბსოლუტურად ყველაფერი აღიქმება როგორც string ტიპის მნიშვნელობა. ანუ თემო რო დავწერე, რა თქმა უნდა, string ტიპის მნიშვნელობა იყო, ტექსტი იყო თემო, მაგრამ ეს რიცხვებიც აღიქმება string-ად ჩვეულებრივად რა. ანუ საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ რიცხვ 1-ს რიცხვ 2 კი არ მიემატა, string 1-ს მიემატა string 2. და string-ების ასე მიმატებას ქვია კონკატენაცია. ანუ string-ების შერწყმა შეწებება. მე თუ string-ები ერთმანეთს დავუმატე, უბრალოდ ერთმანეთთან შეერთდებიან რა. აი ეს სიტყვას დავწერე აქ. console log hello-ს დავუმატოთ world. გამოვა hello world. უბრალოდ. ანუ ერთმანეთს შეეწებებიან რა. აქაც იგივე მოხდა. და პრობლემა აქ ის იყო, რომ რაც შევიყვანე მე prompt-ში, აღიქო ყველაფერი string-ად და არა რიცხვად. ანუ კარგი იქნებოდა რომ არსებობდეს რაღაცა გზა, რომლის მეშვეობითაც აი ამ prompt-ის მიერ დაბრუნებულ ერთიანს და ორიანს გადავიყვანდი რიცხვის ტიპის მნიშვნელობაში. string-ი არ მოწყობს. და რა თქმა უნდა ეგეთი გზა არსებობს, რომელიც არის number ფუნქცია. ეს number ფუნქცია გვეხმარება რომ string ტიპის მნიშვნელობები გადავიყვანოთ რიცხვის ტიპის მნიშვნელობებში, ანუ number ტიპის მნიშვნელობებში. აი მაგალითისთვის გვაქვს str name, ცვლადი არის 10 string-ად. number ფუნქციაში ჩავსვით ეს ცვლადის მნიშვნელობა, ანუ string 10, number ეს ფუნქცია, რაღაც ფუნქციას ასრულებს და მე რო დავაკონსოლებ type of name, გამოვიდა number. type of-ი გვეხმარება რომ გავიგოთ მნიშვნელობის ტიპი. ანუ გვაქვს string number, მოდი შემოკლებით დავწეროთ 10-იანი. ახლა მე რო დავაკონსოლო type of-ის ოპერატორი არის. და გვეხმარება რომ გავიგოთ მნიშვნელობის ცვლადის ტიპი. ანუ ეხლა გვინდა რომ გავიგოთ string name-ის ტიპი. რო გავუშვათ პროგრამა, ნახეთ string ტიპის არისო რა. მაგრამ მე თუ ავდექი რაღაც ახალი ცვლა შექმნი num, გამოვიძახე number ფუნქცია და შიგნით გადავაწოდე string name. რა გამოდის რომ ეს string-ი ჩასდა number ფუნქციაში და number ფუნქციამ დაგვიბრუნა უკვე რიცხვითი ტიპის მნიშვნელობა. და ეს name რო გამოვიტანოთ, უკვე იქნება რიცხვი, number ტიპის მნიშვნელობა. ამიტომ მე რა შემიძლია? მე შემიძლია ვდგე და ეგ number ფუნქცია გამოვიყენო აქ. რომ prompt-ი რასაც დამებრუნებს მნიშვნელობას, ანუ string 1-ს და
რიცხვ 1-ს ეგრევე ჩავსვა number ფუნქციაში. შემიძლია აქ ჩავსვა, შემიძლია აქ გადავაკეთო, მაგრამ ანუ აქაც კი შემიძლია number გამოვიყენო. number ფუნქცია რიცხვში გადამიკეთოს, მაგრამ მიჩვენია რომ თვითონ x-ში შევინახო ეგრევე რიცხვი, ანუ x-ში და y-ში რიცხვები ინახებოდეს. იმიტომ რომ მე რო გამოვიყენო კიდევ ეგ ცვლადები, მე კიდე რიცხვად მქონდეს და არ მომიწევს კიდევ ახალი number-ის დაწერა. ამიტომ აქ number-ი დავწეროთ და იქაც number-ი დავწეროთ. მეორე. ახლა უკვე რო გავუშვებ ჩემ პროგრამას ბრაუზერში, იმიტომ რომ prompt-ს წერ 1 და 2 მიწერეთ ახლა გავუშვებ 1 + 2 არის 3 და აქ კონსოლში თუ დავყურით განსხვავდება ნარინჯისფერი და purple ფერის არის რიცხვი და ტექსტი უბრალოდ არის თეთრი და სხვა შეგიძლიათ რომ აქ ვეწეროთ აქ კონსოლში წეროთ რა მაგალითად 5 + 5 არის 10 შემიძლია თემოს დავუმატო რაღაცა თემო კიდე ერთი და თემო გამოვა აქაც შემიძლია რომ რაღაცები გავაკეთო ხოლმე ოკეი დღეისთვის იდეაში სულ ეს იყო. ანუ დღეს ვისაუბრეთ მნიშვნელობებზე, string ტიპის მნიშვნელობებზე, number ტიპის მნიშვნელობებზე და boolean-ის უბრალოდ თქვით რა არის, true და false არის. ოპერატორები გავარჩიეთ, მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ნაშთის ოპერატორი. ეს ნაშთის ოპერატორიც გავაკეთოთ თუ გინდათ, აი console მაგალითად 10 რო გავყო ნაშთის ოპერატორი 3-ზე, იქნება 1. იმიტომ რომ 3 10-ში 3-ჯერ ეტევა და 1 გვჭირდება ნაშთი. აი 6 რო გავყოთ 3-ზე ნაშთით 0 იქნება, იმიტომ რომ ნაშთი არაფერი არ გვაქვს. ასევე შევეხეთ გამოსახულებებს, ეს ყველაფერი გამოსახულება, თემოს hello plus world-ი, ეგეც გამოსახულება, იმიტომ რომ მნიშვნელობას აბრუნებს საბოლოო ჯამში, hello world მნიშვნელობას აბრუნებს. ასევე ვისაუბრეთ როგორ უნდა დავლოგოთ, დავპრინტოთ მნიშვნელობები კონსოლში, string ტიპის რამდენიმე ხერხი ვისაუბრეთ ჩაწერა, ცვლადები ვისწავლეთ, let var და const-ი, ასევე prompt-ი და number ფუნქციები. ოკეი. თეორიული ლექციისთვის დღეისთვის სულ ეს არის. და ხუთშაბათს გვექნება უკვე სემინარი, სადაც პრაქტიკაში გავუვლით აი ამ ყოველივე მასალას და გავიმყარებთ ცოდნას. ახლა მოდი ჩანაწერს გავთიშავ და გადავალ კითხების ნაწილს.